FBI-ის წარმომადგენლები იყვნენ, არ ღვევდნენ ერთმანეთს, არ ღვევდნენ წესებს, იმყოფებით არაბიის ტერიტორიაზე და ანუ ცენზურის დარღვევა. ხო, მე ვარ ვიცე-გუბერნატორი. შენ ხარ სერჟანტი, ხო ეგრეა? ეს ადამიანი ვისთანაც შენ ბრალსდებ რომ რაღაცა დავარღვევი, რა წოდებას წარმოადგენს რომ მითხრა? ეს არის ჩემზე გადაწოდება და უშუალოდ წარმოადგენს. კი ბატონო, ჩემზე დაბალია, ხო? მაგის გარანტიას მე მოგცემ, მოდი. არსებობს ბიუროკრატია, რაც დემოკრატიას და კაპიტალიზმში ზოგადად მუდმივი რაღაცა არის, ხო? ანუ მმართველობაში, რომელიც დღევანდელობაში მოცემული გვაქვს მრავალ სახელმწიფოში, ანუ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. არსებობს მმართველობა, რის მიხედვითაც არსებობს ბიუროკრატია. როდესაც მაღალჩინოსანი არის დაბალჩინოსანი და არსებობს კიდე იმას დაბალჩინოსანი, აქ არსებობს რაღაც სისტემა. როდესაც მაღალჩინოსანი გესაუბრება, შენ დაბალჩინოსანი ვერ დაძდებ მაღალჩინოსას ბიუროკრატიის დარღვევაში, ანუ ცენზურაში ბრალს, ხო ეგრეა? ანუ მე ფიზიკურად სერჟანტთან ცენზურას ვერ დავარღვევ, ხო ეგრეა? მე რო სულ შენობით გელაპარაკო და რაღაცა შენ შეურაცხყოფად მიიღო, მე შენ ვერანაირად ვერ დაგირღვევ ცენზურას და ბიუროკრატიას. ანუ აქ თავარი საკითხი რაში მდგომარეობს? როდესაც მე ველაპარაკებ თუნდაც გენერალს, მე ვარ იმაზე მაღალჩინოსანი და იმ ადამიანთან მე ფიზიკურად ვერ დავარღვევ საუბრის ეტიკეტს. იმიტომ რომ ეტიკეტი ავალდებულობს ადამიანს კონკრეტულად მაღალჩინოსანთან მიმართებაში ისაუბროს კონკრეტული წესების დაცვით. მე არაფერი არ მავალდებულებს როგორც მაღალჩინოსანს, რომ ჩემზე დაბალჩინოსანთან ვისაუბრო რაღაც კონკრეტული წესების დაცვით. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. როდესაც მე ადამიანი მეუნება რომ შენ სიტყვები დააწმინდავე, მგონია მამაჩემი და როგორც ვიცი ეს მამაჩემი არ არის. ამდენი ხანი ესე მიცხოვრია და ესე გავიგე. შესაბამისად ამ ადამიანისგან მე არც ვალდებულება მაქვს და არც უფლება და არც სურვილი რომ რაღაცა რჩევა და დარიგება და რჩევები რაღაცა უაზრო ლაპარაკები მოვისმინო. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს ადამიანი მადეს ბორკოს, მე შემიძლია რომ დავაქვესკნელო და იქვე დავიჭირო და გავაუბედურო. აი ამაზე კანონიერი შეწინააღმდეგების უფლება არავის არ გააჩნია. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. გაგაჩნიათ რაიმე არგუმენტი, რის მიხედვითაც შენ შეგიძლიათ ამიხდათ ჩემზე დაბალჩინოსანს, რის მიხედვით აქ უფლება რომ იმუნიტეტის მქონე პირს ვიცე-გუბერნატორს დამოდეს ბორკილი? მოგისმენთ? ბატონო ვიცე-კაპიტანი გუბერნატორი ქვია მაგას. დიახ. ანუ შტატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დავრდოთ. კაი, ნახე მაინტერესებს. ანუ თქვენ თვლით რომ FBI-ის წარმომადგენლებს შეუძლია რომ ცუდი სიტყვები და არა, FBI-ის თანამშრომელსაც დავაქვესკნელებ, როდესაც არა, ერთი წუთი არა, როდესაც მე ვსაუბრობ, თქვენ ჩერდებით და მისმენთ. ამის უფლება თქვენ არ გაგაჩნიათ რომ მე გამაჩეროთ. მე მაქვს უფლება რომ თქვენ გაგაჩუმოთ. ხვდებით ამას? თუ ვერ ანალიზებთ. FBI-ის თანამშრომელი, როდესაც გადაუხვევს ეტიკეტს და ზედმეტს ისაუბრებს, ჩვეულებრივად შემიძლია შევაგდო თავით საკანში. ამის ნებისმიერი კანონიერი და არაკანონიერი საშუალების და უფლებების საშუალება გამოჩნია. ამას გეტყვით პირველ რიგში. ეხლა გისმენთ. ანუ FBI-ის წარმომადგენელს შეუძლია სიტყვები და ანუ წესრიგი და ხვის ტერიტორიაზე როცა იმყოფება და ნებისმიერ ადამიანს, ანუ თუნდაც თქვენ ბოდიშვიხტი? არა. ანუ რეებს ებაზრება ძმა, აყლევებს რაღაც. ასრულებინეთ საუბარი რომ გასრულებინეთ. აყლევებს ბრატ, რეებს ებაზრება რა არაკანონიერი და რაღაცა. მე რა პატოლოგიანი. ეს ადამიანი გაიყვანეთ, მე არ ვიცი ვინ არის, ჩემთვის არაკომპეტენტურია და უფლებას ამის. გაიყვანეთ ეხლა დროულად აქ. კიდე ერთი თვით მეტყვი და საკანში გაგაქანებ თავით, გაიყვანეთ ეს აქ. კარგად იყავ. გელიხა. ეხლა გისმენთ. ანუ ნახე რა. გუბერნატორია შაში. გაიყვანეთ ეს, თორე დავაქვესკნელებ იქვე. რომელია, სადა? ხვევითა გაყვანი. აუ, გადი რა. გავაქო, კი არ გავუყვეს. გამიგოს რა, ნახე რა სიზახი. უბრალოდ ადამიანმა მოუწოდა FBI-ის წარმომადგენლებს ის რომ თხოვთ ცენზურა შეიკავეთ, თავი შეიკავეთ ამ ზღადის სიტყვებისგან. შემდეგ როდესაც უკვე მოვისმინათ თქვენგან და ეგეთი რაღაცა რა, ანუ ამას გულისხმობ FBI-ის წარმომადგენლებს შეუძლია რომ უბრალოდ დაარღვევოს ნებისმიერი წესი, როდესაც იყოფება სხვის ტერიტორიაზე, მithumetes არმიის ტერიტორიაზე და ასევე, ანუ თქვენს გავიგეთ რომ ანუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი წესი, ნებისმიერი ზრდობის ფარგლებში მიმართოთ ფედერალურ ბიუროს არა აქვს არაფერი ცენზურის დარღვევის უფლება. ანუ გიხსნის რომ კაცი ვარ ვიცე-გუბერნატორიო და მე მაქვს მაგის უფლებებიო, რაცა გიხსნა და ფედერალურ ბიუროს შუაშია. მოდის მოხდით, ანუ მე არაფერს არ ვარღვევ, პირდაპირ გეტყვი. კონკრეტულ კანონს თუ მომიყვანე, ის მიხედვითაც მე ან ცენზურა არ ანუ ეს სისტემა რა ბიუროკრატიას, იმიტომ არ ვახსენებ რაღაც შეიძლება აქ ბევრმა არ იცოდეს. ბიუროკრატია არის ის, რომ შენ რო ხარ სიტყვაზე რიგითი, ემორჩილები შენზე მაღალჩინოსანს. ანუ როდესაც შენ ხარ სიტყვაზე სერჟანტი, რაც გინდა ის იყავი. არსებობს სისტემა, რის მიხედვითაც შენზე მაღალჩინოსები არსებობენ. როგორც პრეზიდენტი არის სიტყვაზე უმაღლესი მთავარსარდალი და გენერალი ემორჩილება პრეზიდენტს მითითების დროს. ანუ არსებობს ეს სისტემა. მე როდესაც ვარ ვიცე-გუბერნატორი, ვერც ერთი კაპიტანი, ვერც ერთი სერჟანტი და ვერც ერთი თუნდაც გენერალი ვერ მეტყვის რომ მე ცენზურას ვარღვევ ან რაღაცას ვამეტებ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გადამეტება უნდა გულისხმობდეს რაღაც კონკრეტულ დარღვევებს. თუ ეს დარღვევებს არ გულისხმობს და მე ვსაუბრობ ჩემი უფლებებიდან გამომდინარე, ესე იგი მე ამის უფლება გამაჩნია. თუ კანონი მე რაღაც კონკრეტულ უფლებას მანიჭებს, ეს გადამეტება ვერ იქნება ფიზიკურად, ხო ეგრეა? მე როდესაც გესაუბრები, რომ სიტყვაზე შენ ხარ დებილი, თუ ამის კანონიერ გამართლება შემიძლია შენ ხარ დებილი, ესე იგი დებილი ხარ. ანუ მე როდესაც ვამბობ, რომ შენ რაღაც უფლება არ გაქვს და ამას მე ვასაბუთებ, რომ არ გაქვს ამის უფლება. უნდა გაიგო, რომ არ გაქვს ამის უფლება. და როდესაც შენ მე ბორკილს ვადებ, ამ კონკრეტულ მომენტზე ეხლა გადავედი, არ ჩათვალოს, რომ რაღაც წინასაუბარი ამ კონკრეტულზე იყო კონცენტრირებული. ადამიანი, როდესაც მე ბორკილს ვადებ, ეს არის ძალაუფლების გადამეტება. გამომდინარე იქიდან, რომ მე თუ ბორკილს ვადებ, ამისი უფლება უნდა გაგეჩნდეს ან გუბერნატორის მხრიდან, ან უმაღლესი მოსამართლის მხრიდან. რისი უფლებაც დარწმუნებული ვარ არ გააჩნია, ანუ ორდერი გაცემული არ არის, რომ ჩემი უფლებამოსილება შეჩერებულია, შენ არ გაქვს უფლება რომ მე ბორკილი დამადო, გამომდინარე აქედან, შენ ყოველგვარ ძალაუფლებას ამეტებ და შენ თავს თვლი იმპერატორად. რისი უფლებაც არანაირად არ გაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონო სერჟანტო, თქვენ ცენზურაზე, სუბორდინაციაზე, ბიუროკრატიაზე, ძალაუფლებებზე და რაღაცეებზე კიდევ ერთხელ თუ მიმითითებთ, მე კანონიერ ძალას გამოვიყენებ და თქვენთან არგუმენტირებულ საუბარს შემოვალ, რის შემდეგაც ჩვენ ჩავნიშნავთ სასამართლოს და ამ სასამართლოზე ჩემი თავის ადვოკატი ვიქნები მე და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ თუ მე სუბორდინაციის დარღვევაში დამადანაშაულებთ, თქვენ თანამდებობის და მომავლის გარეშე დაგტოვებთ. გამომდინარე იქიდან, რომ მე არავის მხრიდან არ მივიღებ არც ბრალდებას, არც შეურაცხყოფას, თუ ამას არ ამყარებს არგუმენტები. თქვენ კი იმისი არგუმენტები არ გაგაჩნიათ, რომ მე ძალაუფლებას ვამეტებ. ხო ესეა? გასაგები. ბატონო, ეს კითხვა დაგისვათ. პატივისცემად იცოდეთ, რომ მე პატივს ვცემ ეროვნულ გვარდიას. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ გენერალი, წოდება არ არის ერთჯერადი. ჩასწორებას გავაკეთებ, ბოდიში ხდით გენერალ სიმუსი. გენერალ სიმუსი კი ბატონო. მე თუ გამაჩნია წოდებრივი უპირატესობა, რაც ოდესღაც გამაჩნდა, წოდებას მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვკარგავ. ანუ მე ვარ ისევ გენერალი სიმუსი, უბრალოდ არ ამოქმედი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პენსიაზე თიკამიშვე. აქედან გამომდინარე, თუნდაც სამხედრო წოდებრივად, თუნდაც სამოქალაქო, თუნდაც ნებისმიერი, მე გამაჩნია რაღაცა უფლებები და რაღაც წოდებრივი უპირატესობები. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ისეთ რაღაცებში ბრალს უნდამდეთ, რასაც ვერ დაამტკიცებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თქვენთვის იქნება დამადარებელი. მაგრამ ეხლა ნებისმიერ მომენტში მოგისმენთ. ბატონო ვიცე-გუბერნატორი, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ მარტო. დიახ. თვლით თუ არა სწორი იყო თუ არა ეს გამოქმედარი ეს ფიაის და ხაჯუმის უსტენი გაიას ვინ მარტყავს? რანაირ გენერალი შეღარ შესაწყალო. დაიგრე. იქ ვინ შეანერად მარტყავ? ხო არ არის. ბიჯას ამოიყვანე რეფორმარმაცია. ამხსენი. ფორმალ ორგანიზმი ამხსენი. როგორ აგიყვანო, როგორ? ხო, ამიყვანე. ეს რა ხდება? გამარჯობა. სერიოზულად თემა. თქვენ კიდე დავაწმენდაო. ანუ მოდი ხარ, რა წოდება რო გამახსენ, რა იყავი მანამდე? ლეიტენანტ კოლონელი. ლეიტენანტ კოლონელი, როდესაც მოდი ხარ და გენერლის გვერდით გავარ. გენერალი არ თulis საჭიროა რომ მესაუბროს რაღაც კონკრეტული მითითებებით და ამ დროს ლეიტენანტ კოლონელი გამოდი ხარ და მეუნები რომ შენ დააწმინდავე სიტყვებიო, როგორც შენ არ მithქვია, ჯერ ერთი თქვენ გითხარ. არა აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირად ეს პიროვნული არ არის, აქ ინდივიდუალური ძალაუფლება არ განისაზღვრება, აქ არის კოლექტიური, აქ არის საზოგადოება, აქ არის სისტემა, გვარდია, ჯარი, რავი, ნებისმიერი რაღაცა, აქ საუბრობს ყველა. აქ თქვენ არ საუბრობთ, თქვენი აზრი აქ მნიშვნელოვანია.
არავის არ აინტერესებს აჰა, ანუ ჯარისკაცის აზრი უმნიშვნელო ყოფილა თქვენთვის ბატონო გუბერნატორ. როდესაც ეს დიახ, გვარდიის ერთიანი მიმართულება არ არის და პოლიტიკურ დებატებში ნუ შემოხვალ თორე გაგასაზღვრებ მაგას წვირდები. ნახოთ. ნახოთ არ უნდა სადაც გინდა იქ ვისაუბროთ. მუქარ არის ეგ? არა, გაფრთხილება. მიგაფრთხილებ შენ რომ შანსი არ არსებობს იმის რომ შენ მე არგუმენტირებულად დამისაბუთო ის რომ შენ რაც გააკეთე იმის უფლება ქონდა. შენ ხარ ადამიანი მე მას არ ვამბობ ჯერ ერთიც რომ ჭა და ძალაუფლებას გადაამეტა. მაგის უფლება მოსილება არ მქონდა, იმას არ ვამბობ რომ მქონდა. დამნაშავე ხო ხარ? ორკილი ხო დაადი ადამიანს რომელსაც მაგ შემთხვევაში დამნაშავე ვარ, დიახ. ანუ უკვე დასაჭერი ხარ, ჩემი რატო გახარ გამაგებინე? აბა მე რა ვიცი რატო რა დგავარ. დაძლევს უფლებას იმისას რომ ჩემ წინ იდგე და კიდე რაღაცეებზე ჩემი დიდგული მაძლევს მაგის უფლებას რომ თქვენ გესაუბროთ. ხო და მე თქვენ არ მაინტერესებთ საერთოდ. დამნაშავეების გული არ მაინტერესებს. მე დამნაშავეების გული არ მაინტერესებს. ადამიანს რომელსაც კანონი არ აძლევს უფლებას რომ ილაპარაკოს, ჩემ წინ არ უნდა იდგეს და არ უნდა ლაპარაკობს. ეს ჯარისკაცის ხო და თქვენ მეცოდეთ ადამიანს როგორ ესაუბროთ და თქვენ ხო ჯარისკაცის აზრი არ გაინტერესებთ საერთოდ ჯარისკაცი არ გაინტერესებთ თქვენ წერამქვით ეგ სიტყვებით საერთოდ. მოდით ახლა ესე ვისაუბროთ თქვენ მაქედან ვისაუბრეთ მე მაქედან ვისაუბრებ.